ჩვენ მუშაობთ თქვენთვის დავაკეთებთ იმას, რაც გვინდა. უკაცრავად რაც დავაკეთებთ იმას, რაც ვიცით. ჩვენი სტუმარი არის რაც გვინდა, კარგი იყო. გულწრფელი იყო რა. ანუ თავისუფლება, კი ბატონო, თავისუფლება, კი ბატონო, აი ეს ჩემებურად გადავაკეთე, როგორც ჩანს, სპონტანურად გადავაკეთე და ნამდვილად არავინ არ მიკონტროლებს. როგორ ჩემი სტილი გადმოგიგა, თუ ცოტა აურა ჩემი ვიდეოები ჯიგრულად. არც სტუმარს, არც კითხვებს, არც თემას და შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ რაც მე როგორც ჟურნალისტ მინდა სუბიექტურად, ანუ თქვენთვის მუშაობ ნამდვილად და ვცდილობ მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, რამდენადაც სუბიექტ შეუძლია იყოს ობიექტური და არა გავლენის გათვალისწინებით. ჩვენი სტუმარი გახლავთ ბლოგერი არჩიბალდ მეკეში, ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და თუმცა ძალიან უამრავი როგორც ყოველთვის ჩვეულებისამებრ ისეთი საინტერესო უცნაური შემაძრწუნებული თავზარდამცემი და შოკის მომგვრელი მოვლენები ხდება, მაგრამ მე მინდა დავიწყო იმით რომ აი ნატოს გენერალურმა მდივანმაც დაგვიწონა დემოკრატია და თქვა რომ თქვენ თუ არ დაუბრუნდებით დემოკრატიის გზასო რაღაც ცოტა ვერ მოხერხდებაო ჩვენი და თქვენი ურთიერთობაო მეხოთ იმის რომ კარი ალბათ ისევ ღიაა თუმცა ამჯერად არ უხსენებია რა არ მოეწონა თქვენი აზრით ნატოს გენერალურ მდივანს ქართულ დემოკრატიაში და რას ნიშნავს დემოკრატია ისეთივე მოქმედებას როგორც მოქმედებს უკრაინა პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოწვევისთვის იშვიათი შესაძლებლობა არის ჩემთვის როცა ინტერვიუს ფორმატში მეძლევა საუბრის შესაძლებლობა იმიტომ რომ ძალიან რთული არის მეინსტრიმულ მედიებში რაღაც პარტიული თუ კომერციული ინტერესების გამო ამიტომ არასდროს არ ვამბობ უარს და ამ იშვიათი შესაძლებლობებს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თუ არ ვცდები სწორად თუ სწორად მახსოვს მისი ციტატა ნატოს გენერალური მდივნის არის რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დემოკრატიის როგორ ხო ევროპული გზა იყო იქ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვადასხვა ნახსენები არ ყოფილა და ესეც მომხვდა მე თვალსა და ყურში დემოკრატიის პრობლემა საქართველოში არის მართლა ძალიან დიდი უბრალოდ არა ისე როგორც ნატოს გენერალურ მდივანს ესმის იმიტომ რომ საქართველოში გვაქვს დემოკრატიაზე საუბარი სრულიად ანუ წარმოუდგენელია დემოკრატიაზე საუბარი ეკონომიკის დემოკრატიზაციის გარეშე. როცა ქვეყნის მთავარი ანუ უცხოური ტრანსნაციონალური კაპიტალი, რომელსაც წარმოადგენენ ბანკები, აფთიაქები, საავადმყოფოები და ასე შემდეგ, რომელიც დოულათის გადანაწილება ტოტალურად დისპროპორციულად ხდება ქვეყანაში, შეუძლებელია ნებისმიერ დემოკრატიაზე საუბარი. სხვა შორის და ამ რაღაცა ბუტაფორიულ პროცედურულ დემოკრატიაზე საუბარი უყვართ საქართველოს ხელისუფლებას, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ნატოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რაღაც ეს ერთი პარტიული ინტერესების, როგორ თქვა, წყლის ნაყვა, სადაც რა არის დემოკრატიის ხარისხი, რითი შეიძლება გავზომოთ NGO-ების თავისუფლებით თუ რაღაცა პარტიებს შორის დაპირისპირებით ძალიან ბუნდოვანია და თავისუფლება როგორ უნდა გავზომოთ ეს კიდევ დამღლელიც კი არის საზოგადოების. ამიტომ მე მინდა რომ ეს შესაძლებლობა გამოვიარდნო, რადგან არავინ არ სვავს ამ აქცენტებს და პირველ რიგში არ მოდის ეს დირექტივები ეკონომიკის დემოკრატიზაციაზე დასავლეთიდან, არც ნატოდან, არც ევროკავშირიდან და ძალიან ტყუილად ეიმედებათ ხოლმე ხალხს, რომ მათ ყავთ დასავლეთის სახით მოკავშირე ეკონომიკურ დემოკრატიაში. რაც ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს ქვეყნის მოსახლეობისთვის და არასდროს ეს არც ნატოს, არც ევროკავშირს არავის გარედან არ მოუთხოვიათ, იმიტომ რომ საქართველო არის გლობალური სამხრეთი ტრანსნაციონალური კაპიტალის დასავლურისაც და რუსულისაც და კიდევ ბევრი სხვისის საჯიჯგნი და გასაძარცვი სივრცე. კონკრეტულად ეს შესავალისთვის რომ ძალიან გასაგები იყოს რაზე ვლაპარაკობ და კონკრეტულად ნატოს გენერალური მდივანი რაზეც ლაპარაკობს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რომელიც უკრაინის ომამდე ტოტალურად 100% დამორჩილებული იყო ბრიუსელისა და სტრასბურგის დირექტივებს და რაღაცა ეს გარემოება შეიცვალა და აღარ მოწონთ რომ რაღაცა საქართველოში არის ის რეალობა, რომელსაც შეუძლია რომ თუნდაც ის ოდნავი მე ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდი ქართულ ოცნებას ამ რაღაც გაბერილ ნარატივში რომ სუვერენიტეტი და სუვერენული პოლიტიკა არ არის ეს სუვერენული პოლიტიკა, ეს არის მცდელობა რომ აწარმოოს გეოპოლიტიკური ინტერესები მეტნაკლებად სუვერენულად. აი, პრინციპში ეს არის სუვერენიტეტი ჩვენი ზომის და სამწუხაროდ დემოკრატიას გაირკვა ესე რომ დემოკრატიას გინდა ნატოს გენერალური მდივანი, გინდა ევროკომისიის პრეზიდენტი ეძახიან უპირობო მონობას.
და ხშირად მე საზოგადოებაში ყავთ შეცდომაში, რომ მაშინ როცა ჩვენ საკუთარი ხელისუფლებისგან, აი სწორედ აი ნატოს გენერალურ მდივანს და სხვებსაც შეყავთ საზოგადოება ამ შეცდომაში, მაშინ როცა ჩვენი ხელისუფლებისგან უნდა ვითხოვდეთ უფრო მეტ დეკოლონიზაციას, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, მათ შორის გეოპოლიტიკური მიმართულებითაც, რომ საქართველოს ინტერესების არ იყოს მიბმული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს რაღაცა, აი თქვენ მითხარით რომ ფსიქოლოგი ვარო რა პროფესიით რა, კოგნიტური დისონანსი გვაქვს, როცა გვგონია რომ საქართველოს, აი მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს, ევროკომისიის გეოპოლიტიკური ინტერესები ავტომატურად უდრის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებსაც. რაც ნუ ერთი რაც ძალიან თუმცა ამაში ჩვენ დაგვაჯერეს და ეს იყო შევადანის პერიოდიდან ცოტა უფრო მსუბუქად და სააკაშვილის პერიოდში უფრო მძლავრ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახლა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით დავიწყეთ საუბარი რა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ავიწყდებათ ხოლმე, კი და საქართველოში თითქმის დაფარული არის ხოლმე რა ეს ინფორმაცია. რეალურად ნატო და თითქოს ნატო მოყავთ ხოლმე რაღაცა ძალიან განსაკუთრებულად რუსეთის საპირწონეთ რა. ამ დროს ქართულ მედია სივრცეში არის ძალიან დიდი ნაკლებობა ინფორმაციისა რუსეთის ისტორიაზე, დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაზე. და ამერიკის ისტორიას დამოუკიდებელი რუსეთის ისტორია გახლავთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, განსაკუთრებით ბორის ელცინის პერიოდში, როდესაც ეს მაყურებლისთვის ძალიან გასაგებ ენაზე მინდა რო ახსნა რაზე არის ლაპარაკი რა. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იყო რუსეთთან მიმართებით, არა ის რომ რაც ჩვენ მოგვატყუეს, რომ აი რუსეთი არის რაღაც განცალკევებული მოთამაშე ევროატლანტიკური სივრციდან და ჩვენ ახლა უნდა გავასწროთ ამ გავლენის სფეროდან და შევასწროთ სადღაც ნატოში და ევროკავშირში. და ეს მოვიტოვოთ რუსეთი უკან დავტოვოთ ბნელ წარსულში და ჩვენ შევიდეთ ნათელ მომავალში. ხო, არასდროს არ ყოფილა ესე. მთელი დამოუკიდებელი რუსეთის ისტორია არის ფაქტიურად ძიძგილაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ რუსეთს უნდა ნატოში გაწევრიანება. ყოველთვის და უარსეუბნებია. ყოველ შემთხვევაში უკრაინის ომამდე ეს იყო ბევრად უფრო ცხადი ეს პოლიტიკა. ელცინის ეპოქაში არაერთი ხელშეკრულება გააფორმდა და მე მახსოვს 2001 წლის ვლადიმერ პუტინისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის ერთობლივი კონფერენცია სლოვაკეთში, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ის ბლოკავს რუსეთის ნატოში გაწევრიანებას. ხო, შესაბამისად, აი ამ ტყუილში, რაშიც გინდათ რუტე და გინდა წინა სხვა გენერალური მდივანი აცხოვრებენ საქართველოსნაირ ქვეყნებს, ან ჩვენ რა, და დროს გვაკარგვინებენ ამ რაღაც ილუზიებში, მაშინ როცა ჩვენ ამ დროს უნდა ვხარჯავდეთ შიგნით ქვეყნის რეფორმებზე, შიგნით ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, სტრატეგიულ ინტერესებზე და ასე შემდეგ. აი დროს გვაკარგინებენ აი ილუზიებში, რომელიც არის ორბიტა, სივრცე, მივისწრაფვით, ღია კარი და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტური, მინდა რომ მაყურებელს ძალიან კარგად ესმოთ. ეს არის აბსოლუტური ტოტალური წყლის ნაყვა, იმიტომ რომ საქართველოს ჩასმა იმ კონტექსტში, რომ საქართველოს შეიძლება გაწევრიანდეს ნატოში, ისე რომ რუსეთი არ გაწევრიანდეს ნატოში, ეს არის აბსოლუტურად ცალსახად უნდა ითქვას, ყველანაირ ლაპარაკს ამ თემაზე აქვს აზრი, არ აქვს აზრი. ოდნავი შეგნება ვისაც აქვს და ვისაც ესმის, გინდა რუსეთის ისტორია, გინდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია, გინდა ეს გეოპოლიტიკური თამაშები, რაც მიმდინარეობს, რომ ეგ დაუშვა, რომ საქართველოს შეიძლება გახდეს ნატოს წევრი, ისე თუ რუსეთი არ გახდა ნატოს წევრი. და თქვი რომ რუსეთის ისტორია არ ვიცით თქო და რუსეთი აშშ-ს ერთმანეთზე ზემოქმედების ისტორია, ხო? ესე იგი, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს ბზეჟინსკის დიდი საჭადრაკო დაფის თეორიის მიხედვით არის ძალიან პატარა წიგნია, შეუძლია ჩვენს მაყურებელს და ქართულადაც არის ეს ნათარგმნი. ქართულად არ ვიცით, არის ქართულად და არის ქართულადაც არის ნათარგმნი. და დროში გამოჩნდა, ხო, იმიტომ რომ თქვა, როცა ეს ნაშრომი დაიწერა, შეიძლება გეთქვა, რომ აი შეიძლება ვარაუდია და აი დროში ვნახავთ, როგორ მოიქცევა ამერიკა. ხო, ახლა მოუყვები რა წერია მოკლედ ამ ტექსტში. და ზუსტად ეს. აზერბაიჯანზეც, აზერბაიჯანი, მაშინ არაფერი არ იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იყო, რომ უნდა მოეხდინა რუსეთის ინტეგრაცია დასავლეთში, ევროკავშირშიც მათ შორის და ნატოშიც, ოღონდ დასუსტებული, დაშლილი რუსეთის, რათა რუსეთს არ მოეთხოვა საპირწონე, ან მისი ზომისა და წონის
ჰეგემონია შიგნით ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში. აი დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ პოლონეთის ზომის გავლენის რაღაცა ესეთი ქვეყანა უნდა შესულიყო ნატოში და უნდა ემუშავათ ამ მიმართულებით. საფრთხეთ იყო აღქმული ამ ბზეჟინსკის თეორიაში, რომ შეიძლება რუსეთი ზედმეტად დაახლოვდეს ამ კონფლიქტში ჩინეთთან, იმიტომ რომ თავი იგრძნოს უსარგებლოდ. თუმცა ბზეჟინსკი მიუთითებდა ეგეთ რაღაცას, რომ რუსეთი არის არსით ევროპული დასავლური კულტურა, ის ვერასდროს ვერ გააკეთებს ჩინეთთან ისეთ ინტეგრაციას და სტრატეგიულ პარტნიორობას, მას მოუწევს ევროპაში ინტეგრაცია, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია, რომ ის დაასუსტოს, დაშალოს და ასეთი ფორმით გააკეთოს მისი ინტეგრაცია, როგორც თქვა რომ მისი კონკურენტი არ იყოს. როგორც ევროკავშირი არის თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ვასალი და ამას თავად ევროპელი პოლიტიკოსები, მეცნიერები, თეორეტიკოსები ამას ლაპარაკობენ და ეს გამოჩნდა კიდევაც, ხო ხა უკანასკნელი რაღაცა ეკონომიკური შეთანხმებით, თუნდაც კიდევ სტრატეგიული შეთანხმებითაც, რომ აი ამ ფორმით უნდა არ დაუშვას ევრაზიის კონტინენტზე, რომ მას ყავდეს კონკურენტი ჰეგემონიის სახით რუსეთი-ჩინეთის ალიანსით. მაგრამ უკრაინის ომით რუსეთის მხრიდან რო შევხედოთ, რა ეხლა ამას და მე ჩვენ რა გვაწყობს და ჩვენ როგორ უნდა ვხედავდეთ რაღაცებს, მაგას ცალკე ვილაპარაკებ, ხო? უკრაინის ომით რუსეთმა იგრძნო ეგზისტენციალური საფრთხე, რომ ანუ მართლა მაგისკენ მიდის ყველაფერი, ხო? ამიტომაც მოხდა ის შავი კოშმარი, რასაც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ სამწუხაროდო ერთ-ერთი განცხადება, ნუ ეს კაცი რაღაცა ყოველ ორ დღეში ერთხელ სხვადასხვა განცხადებებს იძახის, მაგრამ ერთ-ერთი განცხადება ესეთი იყო, რომ სამწუხაროდ, აი პირდაპირ ეხმაურება რა ბზეჟინსკის თეორიას და ეს სულ მინდა რომ მაყურებელს კარგად ესმოდეს, რომ გინდა რუსეთის სტრატეგია, გინდა ამერიკის დიდი იმპერიების სტრატეგია არ არის დამოკიდებული ერთ პრეზიდენტებზე. ეს არის გაგრძელება. ამიტომ არის სრული სისულელით პუტინი წავა, სხვა მოვა, რა მნიშვნელობა აქვს. ან ტრამპი წავა და მე სხვა პოლიტიკა იქნება და ასე შემდეგ, ხო? გაგრძელება ერთმანეთის, ხო? და ესეთ რაღაცას ამბობს დონალდ ტრამპი, რომ სამწუხაროდ ჩვენ რუსეთი დავკარგეთ ბნელ ჩინეთთან. სამუდამოდ დავკარგეთ ბნელ ჩინეთს. ხო, ნუ ეხლა ჩინეთი რო ბნელი არ არის, მაგაზე კიდე ცალკე ვილაპარაკეთ. მაგრამ აი დღეს რაც ხდება, მოკლედ ეხლა სანამ მე ირანზე და რაღაცაზე ირანზე გადავალ აუცილებლად სახმელეთო ოპერაციის ალბათობაზე და კი ბატონო, დღეს მდგომარეობით და ეს ჩვენ მაყურებელს არ ესმის რა, ეს არ ნიშნავს რომ კარგია, ხო, უბრალოდ ვიძახი ამერიკის ხედვა რა არის და პოლიტიკა, ხო, მე ამას საერთოდ არ ვეთანხმები. მთავარი საფრთხე, მთავარი კონკურენტი ამერიკისთვის არის ჩინეთი. არა სამხედრო თვალსაზრისით, არა ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ არა მარტო მწარმოებელი ქვეყანა გახდა ჩინეთი, არამედ ყველაზე მთავარში საიდკენაც მიდის ეხლა თანამედროვე კაპიტალიზმი, ან როგორც იანის ვარუფაკის იტყოდა, რომ უკვე მოკვდა კაპიტალიზმის ეს ფორმა და საერთოდ ახალ ფორმაში გადავდივართ ეგრეთ წოდებულ ღრუბლოვან კაპიტალიზმში, ტექნოფეოდალიზმში, ღრუბლოვანში იგულისხმება კლაუდი რა, ანუ ეს ციფრული ფული, ციფრული ისა, ხო? ამაში უწევს. ვინახავთ ღრუბელში ჩვენ მონაცემებს ინტერნეტში. ამაშიც კი უკვე ლიდერია ჩინეთი და უწევს ძალიან დიდ კონკურენციას, ხო? აი დღეს რაც ხდება, ხო? უკაცრავად ჩაგერთობთ, აი ის რო აკეთებს შოუს რო აწყობს ჩინეთი მეთქი დრონებით, ეს თითქოს სანახაობრივი და სინამდვილეში ეს გზავნილია. მე რა შემიძლია. ხო, არა მარტო დრონები, მთავარი არის ეს ციფრული კაპიტალი და რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ხო, ანუ აი მთავარი რაც იყო დასავლეთის უპირატესობა ჩინეთზე, იყო ყოველთვის ტექნოლოგიური უპირატესობა. ეს ტექნოლოგიური უპირატესობის ზღვარი იშლება ყოველდღიურად თუ არა ძალიან ციცრებად მიდის ჩინეთი, ხო? შესაბამისად, აი მაგალითად, ბევრისთვის რო აღმოჩნდა გასაკვირი, რომ აი რატომ გააკეთა ამერიკამ ისეთი რაღაცა ირანთან ომით, რომელიც თითქოს მის კონკურენტ რუსეთს ეხლა ეკონომიკურ სარგებელს აძლევს და თვითონ ამერიკული მედია წერს ამას, რომ ვლადიმერ პუტინი არის ამ ომის მთავარი გამარჯვებული, იმიტომ რომ ბენეფიციარი. კი, ანუ აი ხაი ბოლო მონაცემები წავიკითხე, გუშინდელი 610 მილიონ დოლარს აკეთებს რუსეთის სუფთა მოგებას დღეში, რაც ირანის ომი დაიწყო გაძვირებული ფასებზე ნავთობისა და თხევადი გაზის გაყიდვით, ხო? რატომ აკეთებს ამას? იმიტომ აკეთებს, რომ სწორედ იმ ბზეჟინსკის თეორიას რო დაუბრუნდეთ, ძალიან ტაქტიკურად, ანუ ისე რომ თქვათ ეხა ბოლომდე, როგორ თქვა, გასაგებინაზე თქვა ფოდნოსით არ მიართვას ყველაფერი, რეალურად აი ხა ეს ძალიან პარადოქსულად, იმიტომ რომ იმდენად სიცრუებით არის გაჟღერილი რა ქართული. არა, ეს ვიჩნდება რომ ამათ შორის რაღაცა გარიგება უნდა იყოს ან შეთანხმება. აი
ერთის მხრივ აუცილებლად აი სწორედ როგორ თქვა ევროპასაც და რუსეთს აიძულებს რომ იქნებ მონახონ საერთო ენა რომ ყველაზე მთავარი რაც არის ამერიკისთვის არც ევროკავშირი არ არის მთავარი არც რუსეთი არ არის მთავარი ჩინეთს არ გაუჩნდეს სამუდამო პარტნიორი რუსეთის სახით ამიტომ ყველა გზას და ღონეს ხმარობს იმისთვის რომ ევროკავშირში ახლა რო გაიხსენოთ ხო როგორ პარტიებს უჭერს მხარს ხო გინდა AfD გერმანიაში სხვა ქვეყნებში სხვა პარტიები ხო ყველა პარტიას რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უჭერს ევროპაში ხიათ ოფიციალურად მხარს საკუთარ ქვეყანაში AfD გერმანიაში, საფრანგეთში სხვები, პირდაპირ მათი პოლიტიკა არის, რომ ევროპა უნდა დაახლოვდეს ისევ რუსეთთან. და ეს არ კეთდება არც ევროკავშირისთვის და არც რუსეთისთვის. მაპატით ცოტა ისე ვიტყვი, მაგრამ ერთის და ამერიკის გეოსტრატეგიული ინტერესისთვის. ჩინეთისთვის კეთდება ეს. რომ ოღონდ როგორღაც ჩინეთს მოწყვიტონ რუსეთი და ეს სტრატეგია, რომელიც უკრაინის ომით აყირავდა, ანუ რაღაცა რუსეთის განადგურების, იმიტომ რომ რუსეთმა გადაუხვია ჩინეთისკენ და უშველა ჩინეთმა რეალურად ხა ეკონომიკაში, სამხედრო თვალსაზრისითაც, რომ ეს ალიანსი მართლა არ შედგეს. და რატო არ უშუალოდ ძალიან ნიშნულოვანია სხვა შორის უკაცრავად ეთერასაც ვიტყვი პუტინის ის იყო რა ქვია პრესკონფერენცია იყო ცოტა ხნის წინ სხვა შორის ამას საქართველოში რაღაც ეს ეგრეთ წოდებული თუ ნამდვილად არ ვიცი პრორუსული მედიაც არ აშუქებს ხოლმე ხშირად. რატო მე ძალიან მიყვის რატო არ აშუქებს ხო საინტერესოა ხო ინფორმაციულია. ისიც მოუწოდებს ევროპას. ანუ იმასაც და ამასაც მე კარგად ავხსნი რომ ისიც მოუწოდებს ევროპას რომ სხვა გზა არ დაგრჩებათო რომ კი არის რაღაც მკვეთრი განცხადებები რომ ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ პარტნიორები. და ეხა ეს რასთან არის დაკავშირებული, რომ მინდა რომ რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემებზე ვისაუბრეთ, ხო? და მინდა რუსეთის პრობლემებზეც ვისაუბროთ. თუ შეიძლება არჩიბალდ რეკლამის გამომცია. და ლომთათიცესთან და ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ეთერში ბრუნდებით, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, ბლოგერთან, არჩიბალდ მეკეშთან ერთად და შევწყვეტეთ საუბარი იმაზე, როგორ არის რუსეთის პრობლემა და რუსეთის ინტერესი. ხო, იმიტომ რომ რაღაცა მოკლედ განვიხილეთ, რა სტრატეგიით მუშაობდა დასავლეთი რუსეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული და ნატო, ხო? საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთი თავიდან ბოლომდე გადაეწყო ნეოლიბერალურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ბორის ელცინის პერიოდში. პუტინის პერიოდშიც დიდი არაფერი არ ჩუბაისი აგერ უკრაინის ომის ომამდე ვიცე-პრემიერი იყო რუსეთის, ხო? უპრობლემოდ, ხო? გასაგებია რომ ხა ძალიან უზარმაზარ ცენტრალიზებულ ეკონომიკაზე იყო საუბარი და ეს ერთ დღეში ვერ მოხდებოდა, ხო? საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთი თავიდან ბოლომდე მიყვებოდა, როგორც საქართველოს, როგორც უკრაინა, როგორც ხვები, მიყვებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პირდაპირ რეკომენდაციებს კი არა, მოთხოვნებს ეკონომიკის ლიბერალიზაციის შესახებ და მაქსიმალური პრივატიზაციისა და დერეგულაციის შესახებ. რამაც რუსეთში, აი რომ ამბობთ, რომ აი რუსული ოლიგარქია და ასე შემდეგ, ხო? ეს არის თავის დროზე, ანუ რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის ინტერესები თავიდან ბოლომდე თანხვედრაში იყო ლონდონის საფონდო ბირჟის, უოლ-სტრიტის და დასავლური კაპიტალის ინტერესებთან და პრინციპში შერეული კომპანიებიც იყო, ხა გაზპრომის და სხვა კომპანიების მეწილეები, ამერიკული კერძო კომპანიები იყვნენ, ხო? ამ სისტემაზე აწყობილი რუსეთის აი რა მინდა იცი თქვა რომ ხშირად აი რაღაც განსაკუთრებით ლიბერალური პერსპექტივიდან საერთოდ არასწორად ხედავენ ხოლმე რუსეთის პრობლემას რა. რუსეთის პრობლემა ის კი არ არის, აი უკრაინის ომში იქ რაღაც შეიარაღება ყოფნის თუ არ ყოფნის თუ ასე შემდეგ. ერთი აი ეს ომის ყიჟინის მოყვარულები გინდა რუსეთის მხარდამჭერები თუ გინდა ევროკავშირის მხარდამჭერები თუ რაღაც ის ნერვიულობთ მაგაზე. არც ევროკავშირს, არც ნატოს და არც რუსეთს იარაღი, ტანკი, ომი არასდროს არ გამოელევა. არც ერთს და არც მეორეს. საცოდავი არის უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რომელიც და უკრაინის სახელმწიფო, რომელიც გადააქციეს აი ამ პოლიგონად, ხო? და ამიტომ ეს არ არის და არც ევროკავშირს მოაკლდება არასდროს იარაღის წარმოება და არც რუსეთს და კიდე 20 წელი შეუძლიათ გააგრძელონ ეგეთი პოლიგონებზე ესა. პრობლემა რუსეთის მთავარი არის ის, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ვერ შექმნა, ვერ ჩამოაყალიბა ალტერნატიული მოდელი და უბრალოდ ესეთი ევრაზიული კავშირი არის მუშაობა საბაჟო კავშირი. უბრალოდ ცდილობს
მსახიობს იცით რა არის ანუ კავშირი შეიძლება ბრიქსიც იყოს ისიც იყოს და ბრიქსი მართლა ძალიან საინტერესო კავშირია და ძალიან მაგრამ ეხლა ძალიან შეყანყავდა ირანში კი მაგრამ ნახეთ რის თქმა მინდა თვითონ როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის აი მაგალითად ირანმა შეძლო ძალიან დიდი გარღვევები გააკეთა ისლამური რევოლუციის მერე ეკონომიკურად სოციალურადაც მეცნიერების კუთხით და სამედიცინო სფეროში ისინი პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებენ არა მარტო სამედიცინო ნანოტექნოლოგიები და ასე შემდეგ რუსეთი დღემდე არის აწყობილი ნეოლიბერალურ ეკონომიკაზე რომლის მართველი ეკონომიკური ელიტა ერთი სული აქვს როდის დაბრუნდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, უოლ-სტრიტზე და ასე შემდეგ რა. და იცის რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება. შესაბამისად, ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს არ აკეთებენ. რადიკალურ ცვლილებებს აკეთებენ მარტო იმაში, რომ აკრძალეს რაღაცა აპლიკაციები, რომელიც გასაგებია რომ უსაფრთხოების სტრატეგიაში არ ჯდება დღეს კი ახლა Starlink-ით და იმებით დავინახეთ რაც ხდება WhatsApp-ები, Telegram-ი და მოიგონეს მაქსი, შეზღუდვაზე ემატება. ბზეჟინსკი რომ აღწერს მაგალითად რომ რუსეთი არის არსით ევროპული კულტურაო და ძალიან გაუჭირდება ევროპის გარეშე დარჩენაო არის ამაში ძალიან დიდი სიმართლე იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის მარტო ელიტა გინდა პოლიტიკური თუ გინდა ეკონომიკური არის ხალხი ძალიან რთულია შენ მაგალითად მოსკოვის, პეტერბურგის, სხვა დიდი ქალაქების განსაკუთრებით ევროპული ნაწილის, გინდათ მთლიანი რუსეთის რა, ანუ ჩვეულებრივ ქრისტიანული მორწმუნეა თუ არა მორწმუნეა, არა ხშირ რუსული კულტურა, არსით არის დასავლური ევროპული კულტურა. ამ კულტურას შენ რო ეუნები, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი ბრალია თუ იმის ბრალია, რომ მე შენ ეხა კიდე კედელი უნდა ამოვაშენო და საერთოდ შეხება აღარ გექნება ევროპასთან, მოდი ეხა ჩინეთი არის ჩვენი რუსეთის მთავარი ფოკუსი. პირველ რიგში რუსი ხალხისთვის არის ძალიან რთული ეს. იმიტომ კი არა რომ ის ჯერა იმისი რომ ხა ნატოს კაი უნდა რუსეთისთვის ან ევროკავშირს. არა, იცის ძალიან კარგად იქიდან რაც მოდის რა. მაგრამ ხალხი იჭედება რა. რუსეთის პრობლემა არის ის რომ არასდროს არ ყოფილა დაინტერესებული იმით საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რომ შეექმნა ალტერნატიული ცენტრი. თავიდან ბოლომდე დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები იყო აგებული ერთმანეთზე, რომ ფულის ჭრა რუსები ამერიკელების კურთხევით ჭრიდნენ ფულს რუსეთში. აი ეს კომფორტის ზონა დაერღვა რუსეთის ეკონომიკურ ელიტას და იძულების წესით უწევს რაღაცა მათ შორის ეკონომიკაში ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც მაგალითად აქამდე არ აკეთებდნენ რა რაღაცა ნაციონალიზაცია გააკეთეს რაღაცა საწარმოების. ასე რომ დაინახეს რომ სხვა გზა არ არის რა. ამიტომ ამაში ყავთ მომწყდეული რა, რაც პირდაპირ ჩვენზეც აისახება საქართველოზე რა. იმიტომ რომ როცა შენ თავად ამხელა ქვეყნის შენ პირდაპირ ან პუტინი გახარ ბუშთან ერთად და იმებთან იძახი რომ ნატოში მინდა და არ მიიღებთ და რაღაცა დასჯილი ნამტირალები ბავშვით გახარ პრესკონფერენციებზე რომ აი მე რატომ ჩაგრავ რუსეთს და არ მიიღებ თუ რაღაცა ნაწყენივით ხო? მე რა თქმა უნდა ეს ჩემზეც აისახება, იმიტომ რომ მე ის რუტე იქნება თუ ვიღაცა სხვა, ბევრად უფრო ადვილად ატყუებს ქართველ ხალხს, რომ აი რუსეთი არის რაღაცა სხვა, საქართველო არის რაღაც სხვა, ნატო არის კიდე რაღაცა სხვა, ის კიდე რაღაც სხვა და აი ამ რაღაცა გეოპოლიტიკურ და აზრობრივ აბსურდებში აცხოვრებენ ხალხს. ამიტომ ეს არის როგორ თქვა ძალიან პირველ რიგში ჩვენზე რო გადმოვიდეთ რა უკვე ისინი ხო დავინახეთ ჩვენ როგორ უნდა ვხედავდეთ ამ პროცესებს რა ჩვენ უნდა ვხედავდეთ რომ ყველანაირი ეს სამხედრო ბლოკები განსაკუთრებით თვითონ დასავლური კულტურისა და პოლიტიკის წიაღში და რუსეთი დასავლური კულტურის ნაწილი და წიაღია იმ ქიშპობების საგნად არ უნდა გავიხადოთ თავი და ამის მცდელობა არის გინდა ევროკომისიის პრეზიდენტი როცა ურსულა ფონ დერ ლაიენი და გინდა ნატოს გენერალური მდივანი მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ რომელიც თქვენ გადაცემის დასაწყისში მოიყვანეთ ეს ემსახურება უბრალოდ აი საქართველოს თემის გამოყენებას მათი ბინძური გეოპოლიტიკური თამაშებისთვის, თორე დემოკრატიის პრობლემა რაც არის საქართველოში თქვი გადასარევად დასაწყისში და იმის იქით რა თქმა უნდა კიდე არის კი რა თქმა უნდა პრობლემა, მაგრამ მაგას ნატოს გენერალური მდივანისთვის ეგ პრობლემა არ არის პირიქით. აი თითქოს აპირებს ახალმელეთ ოპერაციის დაწყებას ან შეიძლება ეს რაღაც საინფორმაციო შტურმის ერთ-ერთი სახეობა ან მოთელვა არის საინფორმაციო არ ვიცით რომ აი ხარკის კუნძული უნდა დაიკავოს და გარდა ამისა არის საშიშროება რომ მაშინ შეიძლება გადაკეთონ სრუტე ჰუსიტებმა რომელიც წითელ ზღვას აკავშირებს ინდოეთის ოკეანესთან. ეს რატოა შემოგდებული მართლა აპირებს სახმელეთ ოპერაციის დაწყებას ამერიკის შეერთებული შტატები. თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ეს დიდი უბედურება იქნება ახლო აღმოსავლეთში? დიდი უბედურება უკვე არის აღმოსავლეთში და ისრაელი არის
ეს ხო არ არის მარტო ეხლა ჩემი და თქვენი შეფასება, ხო? მათ შორის აი ძალიან რო უყვართ დასავლური ინსტიტუტების მოშველიება, ხო? ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი მართავს ისრაელს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებით. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები კიდე დევნის ჰააგის პროკურორებს დაასანქცირა ყველა. ანუ მარტივად რო ვთქვათ, საერთაშორისო სამართალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთმა შექმნა საკუთარი ძალაუფლების პროექცირებისთვის მთელ მსოფლიოზე, რომელშიც გარდა სუვერენიტეტისა და ადამიანის სიცოცხლის უფლებისა შეიტანა დასავლური გაგებით ლიბერალური უფლებებიც, როგორც არის რაღაცა ადამიანის უფლებების ლიბერალური გაგება, რომელიც ახლა არის რაღაც კულტურები რა მთელ მსოფლიოში, რომლისთვისაც ეს ცოტა სხვანაირად აღიქმება, ან სხვანაირია, ხო? და ამ საერთაშორისო სამართლის ეგიდით ხდებოდა ქვეყნების ოკუპაცია, ინტერვენცია, სახელმწიფო გადატრიალებები და ასე შემდეგ. როგორც კი საერთაშორისო სამართლის პრინციპები შემოტრიალდა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თვითონ ისრაელის წინააღმდეგ, თავის ხელით დაიწყეს ამ ყველაფრის გადაწვა, იმიტომ რომ აღარ ემსახურებოდა მათ ინტერესებს. რაც შეეხება მოკლედ მინდა ვთქვა, რომ აი ირანი ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ვიცი რომ ბევრი დრო არ დაგვჭირდა. 5 წუთი დაგვჭირდა და აი 5 წუთი ნახევარი და ჩავედით ამას ირანს დაუწყო და საქართველოსთან მიმართებითაც აუცილებლად რა მნიშვნელოვანი. ხო, მოკლედ ესე იგი პირველ რიგში დავიწყებ იმას, რომ ეს არაერთხელ გავიმეორე რაღაც ჩემ პირად სტრიმში რა. დავიწყოთ ესეთი რაღაცით. ირანის ისლამური რევოლუციით 1979 წელს და არ მიყვარს ხოლმე რომ განსაკუთრებით ეს სიონისტური პროპაგანდა ყველა ქვეყანაში თამაშობს რაღაცა ისტორიულ ტრამვებზე და მე ამ ხალხთა შორის ხალხთა ერთმანეთზე გადაკიდებას, ხო? ზოგადად, ანუ მთელ მსოფლიოში ფეოდალიზმი გადავარდა სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ეპოქაში, მათ შორის მონარქიების, ხო? ირანში ეს მოხდა ცოტა შედარებით გვიან, ხო? 1979 წელს. ირანის ისლამური რევოლუციით არა მარტო დაიგმო, არა მარტო შაჰი დაემხო, არამედ დაიგმო სპარსეთის იმპერიის პოლიტიკური მემკვიდრეობა. მაგალითად, თურქეთს არ დაუგმია ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რუსეთს არ დაუგმია რუსეთის იმპერიის პოლიტიკური მემკვიდრეობა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ირანმა ეს გააკეთა. ამის ბრწყინვალე დასტური არის, მაგალითად, მე მიდევს ჩემ Facebook-ზე 2001 წლის ვიზიტი, ილია მეორის ვიზიტი ირანში, შეხვედრა აიათოლა ალი ხამენეისთან და ფერიდაში. ეს შეხვედრა ვერ მოხდებოდა, რანაირი ლიბერალური შეხედულების შაჰიც არ უნდა მართავდეს ირანს, იმიტომ რომ ფერეიდანი და შაჰების პოლიტიკური მემკვიდრეობა ყველანაირი შაჰისთვის ყოველთვის იქნება პრობლემა და არასდროს არ დაუშვებს, რომ საქართველოს იქნება თუ ვინმე სხვა ამას ხაზი გაუსვას. ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კი პირიქით წითელი ხალიჯა დაუგო საქართველოს პატრიარქს, თავის ხელით მიაცილეს ფერეიდანში, მერე თეირანში წაიყვანეს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვედრეს და იყო ორი რელიგიური ლიდერის ერთმანეთთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა და თავად პატრიარქმას გადასცემდა გაუმარჯოს საქართველოს ირანის მეგობრობას, ხო? ირანის ბრძოლა 1979 წლიდან არის ბრძოლა არა მარტო ირანის, არამედ ზოგადად მთლიანი გლობალური სამხრეთის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იბრძვის ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის. გასაგებია, რომ ირანის შემთხვევაში ამას ემატება ანტი-ისრაელი პოლიტიკა და რიტორიკაც. აქვს ირანს უფლება, რომ სამყაროში არსებობდეს ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც არ ცნობს 1948 წლიდან დაწყებულ პალესტინის ოკუპაციას და უწევდეს მას წინააღმდეგობას. და აქვს სხვა შორის ისეთი საერთოდ რაღაც რადიკალიზმად ფუთავენ ხოლმე რა. რადიკალიზმი იქნებოდა ირანი რო ამბობდეს, რომ მაგალითად 80 წლის წინ ჩამოხეკილი ევროპიდან იუდეველები ან გაიუდეველებული ებრაელები წადით ეხა აიხიკეთ ევროპაში საიდანაც მოხვედით, უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია დაბრუნდით და აქ იყოს ამასაც არ ამბობს. უბრალოდ ამბობს, რომ ისრაელის სახელმწიფოა არასწორი და მე მიმიაჩნია, რომ აქ უნდა იყოს პალესტინა, დარჩით ყველა და იყავით უბრალოდ პალესტინის მოქალაქეები. და ეს არის შეფუთული ექსტრემიზმად, მიხვდი? აქვს ირანს ამის უფლება. ერთადერთი ქვეყანა თუ ამერიკას აქვს უფლება ირანში დაამყაროს წესრიგი და აიათოლა მე ვიქნებიო. მთელი რიგი სახელმწიფოები გააუქმოს საერთოდ. ამ ლოგიკით ირანსაც რა თქმა უნდა. მთელი რიგი სახელმწიფოები გააუქმოს და თან არ დაგვაუწყდეს, რომ ირანში ცხოვრობს სამყაროს ყველაზე უძველესი ებრაული თემი, რომელიც პირდაპირ მხარს უჭერს ამ ანტისიონისტურ პროექტს ირანის პოლიტიკაში, ხო? და კონკრეტულად ხა თქვენ სრუტეზე მკითხეთ რა. მაგრამ ეს სრუტე და რაღაცები აი მოკლედ რო ვთქვა რა. მაყურებელს შეუძლია რომ თვითონ გაეცნოს ინტერნეტში
ინტერნეტში მილიონი ინფორმაცია ყრია რა. თავარი მინდა თქვა, ეს არის რაღაც სამხედრო დეტალები. გასაგებია, რომ უზარმაზ სოფლიოს ნომერ პირველი სამხედრო ძალა ებრძვის ქვეყანას, რომელსაც უბრალოდ მაქსიმუმ თავის დაცვა შეუძლია და გლობალური ეკონომიკისთვის პრობლემის შექმნა. მაქსიმუმი შეუძლია ეს და რომ მუშაობს იმაზე, რომ ამერიკამ ვერ გარისკოს სახმელეთო ოპერაცია. იმიტომ რომ გუშინ უკვე ირანმა გამოაცხადა და ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 1 მილიონიანი მობილიზაცია გაკეთდა უკვე ირანში ჯარის. 1 მილიონიან კბილებამდე შეიარაღებულ ჯარს, ანუ ირანი ამ თავდასხმისთვის ემზადება, რომლებიც თავს იცავენ. კი ბატონო, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანი ამ თავდასხმისთვის ემზადება რევოლუციიდან პირველივე დღეში და ქონდა უკვე 8 წლიანი ომი ქონდა მაშინ სადამ ჰუსეინი იყო ამერიკის მიერ კბილებამდე შეიარაღებული სადამ ჰუსეინი, რომელსაც იარაღს აწვდიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი 8 წელი იომა 80-იან წლებში გაღატაკებულმა და გაუბედურებულმა ირანმა კბილებამდე შეიარაღებული სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ და მოიგო თავიდან ბოლომდე. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სახმელეთო სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე ნიშნავს პოლიტიკური კლასის ტოტალურ კოლაფსს თვითონ შიგნით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმიტომ რომ ამას მოყვება მრავალრიცხოვანი, შეიძლება გამარჯვებით დასრულდეს, სამხედრო გამარჯვებით, მაგრამ ამას მოყვება მრავალრიცხოვანი ამერიკული მსხვერპლი, რომელიც გამოიწვევს სისტემის კოლაფსს. ანუ ფიქრობთ, რომ ვერიპოვის მოკავშირეებს, მაგრამ ქურთების სახით, რომლებიც ვერიპოვა, კი ბატონო. უკვე ვერიპოვა. ანუ იმიტომ თქვი ვერიპოვის კიდევ ვერიპოვის და ქვეყანას, რომელსაც მართავს მე ვეძახი ამას ეპშტეინის რეჟიმს და ისრაელი, რომელსაც მართავს ჰააგის მიერ ძებნილი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და იმას არ აქვს უფლება, რომ დედამიწის ზურგზე ვინმეს დაუძახოს რეჟიმი. და ეს არის ხალხის პირველ რიგში ირანელი ხალხის შეურაცხყოფა. ჯერ ერთი ირანში არსებობს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ყველანაირად ასე უჭერს მხარს ხელისუფლებას. არსებობს რა თქმა უნდა რაღაც ნაწილი, რომელსაც პრობლემა აქვს ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლების სისტემის შეცვლის მომხრე არ არის, სისტემის რეფორმირების მომხრეა. მაგრამ როცა შენ გარედან გესხმიან თავს ბომბებით, ეს იწვევს მთელი საზოგადოების გაერთიანებას და მობილიზაციას. თუ ვინმეს ეს იქნება ამერიკა თუ უბრალოდ რავი ქართველი ადამიანი ვიღაცა ხო ჰუმანიტარული პოზიციიდან თუ ვინმეს რამე კარგი უნდა რეგიონისთვის მაშინ ირანს უნდა ახსნა ის 47 წლიანი სანქციები რაშიც ცხოვრობს რაც სხვა ჩვენთვის საქართველოსთვისაც დამაზარალებელია იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ქვეყანა აგერ ერთი ქვეყანა ყოფს ხო გაზი, ნავთობი, წარმოება, რამდენ რაღაცაში შეიძლება იყოს ჩვენთვის სასარგებლო. ჩვენ წყალი მივცეთ, აი ძალიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რა. აი ხოჩერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ძალიან სწორად. ირანი 47 წელია ცხოვრობს სანქციებში და გაუძელით და მუდმივად პროგრესი გვაქვს. არ დაგავიწყეთ რომ რევოლუციამდე ირანის მოსახლეობა იყო დაახლოებით 30 მილიონი, დღეს არის 92 მილიონი. ეს არის იმ სოციალური და ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რამაც განათლება, ჯანდაცვა და ბევრი სხვა საკითხი გახადა ძალიან ხელმისაწვდომი ირანელი ხალხისთვის, ხო? და ეკონომიკური კეთილდღეობა. და ეს ჩვენს გვიხერგავს რაღაცებს და ტყუილად აჯერებენ ხალხს, რომ რაღაცა განადგურებული ირანი და სამოქალაქო ომში გახვეული ირანი რამენაერად არის ჩემთვის, ჩემი ქართველის ინტერესი. არ არის და არასდროს არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა, უნდა დავასრულოთ. მე ჩვენ გებემშვიდობებით მაყურებელს, სამწუხაროდ დასრულდა ჩვენი გადაცემა, ერთმანეთს შევხვდებით კვირას 12 საათზე.